მოგესალმებით. კიდევ ერთხელ შევიდეთ ამ შესანიშნავ სახლში, კავკასიურ სახლში, რომელიც ფაქტობრივად ბოლო 10 წლებია ყველა თაობის ქართველი ახალგაზრდებისთვის ძალიან მშობლიურ სახლად იქცა. და ჩვენ გვახსოვს არაერთი დაუვიწყარი საღამო კავკასიურ სახლში და დღეს კიდევ ერთი ასეთი ზღაპრული საღამო გველოდება კავკასიურ სახლში სტუმრად არის მოწვეული ქართული ხალხური საკრავებისა და სიმღერების მუზეუმთან არსებული ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლი ჭელი და რომელმაც ქალბატონ ქეთევან ბაიაშვილის ხელმძღვანელობით აღადგინა მივიწყებული ძველი ქართული ხალხური სიმღერები. აი ამ კუთხით ქალბატონ ქეთევან ბაიაშვილის დამსახურება არის დიდზე დიდი. და მართლაც ძალიან დიდი სიხარულია, რომ ჩვენ საშუალება გვეძლევა დღეს მოусმინოთ, გავიზიაროთ თავისი აზრი, თავიანთი შემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ, რადგანაც ეს უდიდესი საქმეა, რა თქმა უნდა. ქართული ფოლკლორი, ქართველი ხალხივით ძველია, უძველესია. და სწორედ ქართულმა ხალხურმა სიმღერამ შემოინახა სწორედ ის უძველესი არქეტიპული მოტივები, მელოდიები, ქართველი ხალხის სულისხმობ ამ სიმღერების დროს. და რა თქმა უნდა, ეს უდიდესი საქმეა, რასაც ემსახურება ქალბატონი ქეთევან ბაიაშვილი, ქართული ხალხური მუსიკის დაუღალავი მკვლევარი, რომელიც მრავალი ათეული წელია იკვლევს ამ საქმეს და უძღვება როგორც ქართულ ხალხურ მუსიკას, ისე რა თქმა უნდა, ქართული ხალხური საკრავების მუზეუმს და აი ამ ტრადიციულ ცოდნას ემსახურება. დღეს რა თქმა უნდა, ჩვენ მოვისმენთ ამ შესანიშნავი ანსამბლის რეპერტუარს, ეს არის რიტუალური სიმღერები ძირითადად. მოგეხსენებათ, რომ ქართული მითოსი წარმოდგენილი არის მრავალფეროვანი ფორმით. ეს არის პირველ რიგში ზეპირი ტექსტები, რიტუალები და რა თქმა უნდა სიმღერა, რომელიც ასოცირებს რიტუალებს. გამოგეხსენებათ, რომ არ ყოფილა ტრადიციული საზოგადოების ქართველი ხალხის შრომასაქმიანობის არც ერთი სფერო, რომელიც დაკავშირებული არ იყოს ხალხურ სიმღერასთან, ადამიანის დაბადებიდან გარდაცვალებამდე. როცა ადამიანი იბადება, ეს დიდი სიხარულია და არა მარტო ოჯახი, არამედ მთელი თემი აღნიშნავდა და აღნიშნავდა რით? რა თქმა უნდა, საძეობო სიმღერებით. შემდეგ იწყებს ადამიანი ადრეული ასაკიდან შრომას და მოგეხსენებათ, რომ სიმღერა შრომის განუყოფელი ნაწილი იყო. თვით მე-17 საუკუნის იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი დაწვრილებით აღწერს, თუ როგორ შრომობდნენ უძველეს კოლხეთში ნადის დროს, რა სიმღერებს მღეროდნენ, როგორ მღეროდნენ მეგრელები. არქანჯელო ლამბერტი იმყოფებოდა 17 წელი სამეგრელოში და გაშიაურებული იყო ქართული ყოფას. ამდენად ესე იგი არ არსებობს ტრადიციული საზოგადოების ცხოვრების არც ერთი სფერო, რომ დაკავშირებული არ იყოს ეს სიმღერები. ეს იქნება ამინდის გამოთხოვის რიტუალი, ეს იქნება დაუშვათ საშობაო რიტუალი, ხო იგივე ალილო, თუ ჭონა იქნება. დღეს ჩვენ საშუალება მოგვეცემა, რომ ეს სწორედ ამ რიტუალებთან დაკავშირებული ძველი სიმღერები მოვისმინოთ, ნახოთ თუ როგორ მღეროდნენ ძველი ქართველები. ჩემზე უკვე დანარჩენს მოგახსენებთ ათი ქალბატონი ქეთევან ბაიაშვილი და მივესალმოთ ქალბატონ ქეთევან. დიდი მადლობა სამწუხაროდ. მოგესალმებით საღამო მშვიდობისა. უპირველესად დიდი მადლობა აი ამ ღვაწლმოსილ ადამიანებს, როგორიც არიან ქალბატონი თამარი და ბატონი მიხო, რომლებიც აი უამრავი წელია ასე თავდაუზოგავად უძღვებიან უმნიშვნელოვანეს საქმეს, რომელსაც ქვია სახალხო უნივერსიტეტი. და აი ამ სახალხო უნივერსიტეტის მსმენელები აი მაოცებს პირდაპირ რამდენ შრომას და ენერგიას
დებს ეს ხალხი აი ამ ბავშვების სწავლა განვითარებისათვის. და ამისთვის დიდი მადლობა მათ. ამას გარდა კავკასიური სახლი, რომელიც ყველას გვიყვარდა, ვისაც ოდნავ წიგნთან შეხება აქვს საქართველოში, ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რამდენი ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემის ავტორი და წამომწყები კავკასიური სახლი. ამას გარდა, აი მე მუზეუმში მუშაობდა ბატონმა ღვთისმ მოგახსენათ. ვარ ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი. და ხშირად მიწევს მკვლევრებთან ურთიერთობა და თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ხშირად და რა კარგი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა ჩვენს მუზეუმსა და აი ამ შესანიშნავ ხალხს შორის, რომლებიც უძღვებიან კავკასიურ სახლს და მის სახალხო უნივერსიტეტს. არაერთხელ არაერთი ჯგუფი მოსულა ჩვენთან, ძალიან ბევრ საინტერესო კავკასიელებს შევხვედრივართ ამ ადამიანების წყალობით, არაჩვეულებრივად საინტერესო გამოცემებით დაუჯილდოვებები ვართ მათ და საზოგადოებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გარდა ამისა, აი ამ ბავშვებს ცოცხლად ასწავლიან თავის კულტურას, ასევე მთელ კავკასიურ კულტურას. ეს არ არის ნამდვილად ცოტა და ძალიან დასაფასებელია და დიდი მადლობა მათ ამისთვის. ეხლა მეორე ბატონ ღვთისოზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა მეც, იმიტომ რომ ჩვენც კარგად დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, არაერთხელ შევხვედრივართ და ძალიან კარგად ვიცით თუ რა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ერის კულტურის კვლევაში ხალხურ შემოქმედებას. და აი ბატონი ღვთისო გახლავთ ერთ-ერთი მათგანი, აი მართლაც ჩავხრელი გავხედავ Facebook-ში და ბატონი ღვთისო ხან ალთასარი ხან ბალთასარი ექსპედიციებში თავის სტუდენტებთან ერთად, ეს არ არის პატარა რამ და გარდა მაგისა მისი არაჩვეულებრივად საინტერესო ნაშრომები, რომლებიც მართლაც რომ ძალიან ამდიდრებს ჩვენს ცოდნას ამა თუ იმ დარგში, რომელსაც შეხება აქვს ფოლკლორთან. და ეხლა მოკლედ გეტყვით, რაც შეეხება მუსიკალურ ფოლკლორს. აი წეგან ბატონმა ღვთისმ ბრძანა რომ ესო სულიაო, ერის სულიაო და თქვენ რომ ნახოთ იმ თეორეტიკოსთა ნაშრომები, რომლებიც ეხებიან და განიხილავენ ფოლკლორს, გავცდებით იმდენი ეპითეტია შერჩეული, რომ ერის სულია ფოლკლორი, რომ ერის სარკეა ფოლკლორი და ეს არის მთელი ერის ხასიათის უზარმაზარი საბადო და აქ გამოჩნდება ყველაზე კარგად ერის მისწრაფება და იდენტობა და ასე შემდეგ. არც ერთი არ გახლავთ ამ ეპითეტთაგან ტყუილი, სულ ყველა მართალია. და იმდენი შეფასება აქვს აი მეცნიერების მიერ ფოლკლორს, რომ ძალიან ძნელია ხო ყველას ჩამოთვლა და ყველას გახსენება. და რაც შეეხება მუსიკალურ ფოლკლორს, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია, რომ დღეს ახალგაზრდები არიან ამ დარბაზში და გვექნება საშუალება აი შეგვიძლია გავცვალოთ აზრები და ძალიან გამახარებს თუ ვინმეს ან შეკითხვა გაგიჩნდებათ ან თქვენი აზრი გექნებათ და მოგვახსენებთ დიდი სიამოვნებით სიამოვნები დავრჩებით თუ კი აი ეს შედგება ჩვენ შორის ასეთი ურთიერთობა. და აი მუსიკალური ფოლკლორი გარდა იმისა, რომ მართლაც ერის სულის ყველაზე საუკეთესო შემნახველი და გამომხატველია, არის ცოცხალი ორგანიზმი. ისეთი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც გასაოცარი სიზუსტით ასახავს ხალხის ცხოვრებაში მომხდარ ყველანაირ მოვლენას. ეს გახლავთ ისტორიული, გახლავთ სოციალური,
გნებავთ ფილოსოფიური ყველანაირ მოვლენას ასახავს თავის თავში. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი კვლევა, ძალიან ბევრი რამ არის შემონახული ჩვენთვის აი ამ გასაოცარ განძში, ასე ვეძახით ხოლმე ის განძია ნამდვილად ჩვენი არამატერიალური კულტურის განძი. და შემთხვევითი არ იყო, რომ იუნესკომ ქართული მრავალხმიანობა აღიარა ხელთუქმნელ ძეგლად, კულტურის ხელთუქმნელ ძეგლად და ეს მართლაც უნიკალური თვისება, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები გადადის ერის თვისებაში, გასაოცარ ზემოქმედებას ახდენს ადამიანებს და აი ბატონმა ღვთისმ წეგან ჩამოთვალა ამინდის გამოსაძახებლებიო, სამკურნალო სიმღერებიო, სუფრულებიო, საქორწინო გლოვისო და ასე შემდეგ. დიახ, ყველა ქმედებას გააჩნდა თავისი შესატყვისი სიმღერა და მუსიკა იმდენად მნიშვნელოვანი იყო ძველი ქართველების ცხოვრებაში, რომ ყველა სფეროს საქმიანობის და თქვენ წარმოიდგინეთ ფიქრისასაც კი თან სდევდა. ამიტომ უძირო ზღვის პატრონები ვართ, უზარმაზარი სიმდიდრე გაგვაჩნია. და ნახეთ რა მოხდა. მოხდა ის, რომ საბჭოთა პერიოდში დაიწყო ცოტათი სხვანაირი დამოკიდებულება ფოლკლორის მიმართ. ახლა ეს ისეთი რთული თემაა და იმ ხელა თემა, ამას დაწვრილებით რა თქმა უნდა ვერ შევეხები, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ დაიწყო ფოლკლორის დამახინჯება. ეს არ არის მარტო ქართველებისთვის დამახასიათებელი, მსოფლიოს ყველა ხალხის და განსაკუთრებით მაშინდელი საბჭოთა კავშირის ყველა ხალხის ფოლკლორში ეს შესამჩნევია. დღესაც კი შესამჩნევია და ჯერ კიდევ ვიმკით აი ამ საშინელებებს, რომელიც მოიტანა იმ მაშინდელმა დამოკიდებულებამ ხალხური შემოქმედების მიმართ. და აღმოჩნდა, რომ კი იცით რა, მოდის მე მიყვარს სიმართლის თქმა, იმდროინდელი ჩვენი მეცნიერები და ჩვენი პედაგოგების, ჩვენ ყველა იმ პედაგოგების გაზრდილი ვართ, დადიოდნენ სოფელ კარდაკარ, აგროვებდნენ ამ ფოლკლორს, მაგრამ ნახეთ რა საოცრება მოხდა, აი ამ სოფლის ცხოვრებას დაუკავშირდა, დაუპირისპირდა ქალაქური ცხოვრება, რომელმაც ფაქტიურად ფოლკლორი წაართვა სოფელს და სცენაზე გადმოიტანა. აი ამ სცენაზე გადმოტანამ გამოიწვია ის, რომ ხალხური სიმღერის მიმართ თვითონ სოფლის მოსახლეობას, რომელიც თვითონ იყო აი ამ არაჩვეულებრივი სიმდიდრით მატარებელი და თაობიდან თაობაზე გადამტანი, შეეცვალა დამოკიდებულება ამ სიმღერების მიმართ და სასურველი გახდა მხოლოდ ის სიმღერები, რომლებიც სცენაზე ეფექტს მოახდენდნენ და ის სიმღერები, რომელიც სულაც არ იყო ეფექტური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბევრი თვალსაზრისით, დარჩა ყურადღების მიღმა. ამან გამოიწვია ის, რომ ის მთავარი ფუძე შემსრულებლები, ვინც ჩვენამდე მოიტანა ეს არაჩვეულებრივი განძი, თანდათან გულგრილი გახდნენ ამ ნიმუშების მიმართ და ფაქტიურად დაიწყო დაკარგვა. და დღეს სწორედ ამის შედეგს ვიმკით, იმიტომ რომ ქართული სიმღერა ძალიან ვამაყობთ, ძალიან გვიხარია, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვართ, რომ არის სამხმიანი და ძირითადი არის სამხმიანობა ქართული სიმღერის წარმმართველი, მაგრამ არსებობს კიდევ ოთხხმიანიც, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ უნიშნელოვანესი ერთხმიანი და ორხმიანი სიმღერები სრულიად დაივიწყა ხალხმა და მიეცა დავიწყებას. აღარც შემსრულებლები კადრულობდნენ ბრჭყალებში ამ სიმღერების შესრულებას, იმიტომ რომ ეს არ იყო ისეთი ეფექტური და ისეთი მოსაწონი, არ იწვევდა ხალხში ემოციას და აპლოდისმენტებს და ამიტომ თანდათან მირჩა ეს სიმღერები.
იცით რა, როცა მე ესე გვეტყოდა ხოლმე ჩემი დიდებული მასწავლებელი, ცხონებული მინდია ჟორდანია, რომ ჩვენო ერისულში ვაფათურებთ ხელსო. ყველას არ აქვს ეს დიდი ბედნიერება და ჩვენ ისეთ რამეს წავაწყდებით ხანდახან, რომელზედაც წარმოდგენაც კი არ აქვს. და მართლაც, იცით, როცა იწყებ კვლევას და თანდათან შედიხარ ღრმად აი ამ სფეროში, ხვდები, რომ დედა იმდენი შრია შემონახული ქართულ მუსიკალურ ფოლკლორში, რომ აი თვალუწვდენელია აი სიღრმე, საოცარი სიღრმე. ამიტომ აი სწორედ ჩვენი ანსამბლის მიზანი ეს იყო, როგორც მოგახსენათ ბატონმა ღვთისომ, რომ გვეპოვნა აი ეს მივიწყებული, ეგრეთ წოდებული, დაწუნებული სიმღერები, გაგვეცოცხლებინა და შეგვესრულებინა და რაც შეიძლებოდა ბევრ ხალხთან გაგვეტანა, რომ ამ სიმღერებისთვის დაგვებრუნებინა მეორე სიცოცხლე. ეხლა თვითონ იმ სიმღერებს რაც შეეხება, რომელსაც ჩვენ დღეს შევასრულებთ. ბიჭებო, ხო არ მოხვალთ თანდათან ნელ-ნელა? მოდით. დაბადეთ ადამიანებისთვის. ესენი არიან ჭელები, ასე ვეძახით ხოლმე შინაურულად. ჩვენ უკვე 15 წელია ერთად შეიძლება ითქვას სუნდგმულობთ, ერთად სუნდგავთ, ერთად მღერით და ერთად ვიზიარებთ ჭირსა და ლხინს, ერთმანეთის ჭირსა და ლხინს. ეხლა ეს რა სიმღერებია და რატომ შევაჩერეთ ჩვენი არჩევანი მაინცსა და მაინც ესეთ სიმღერებზე. პირველი, რაც ძალიან შესამჩნევია, უკაცრავად, ქართული მუსიკალური ფოლკლორის განხილვისა და შესწავლისას ეს არის მთის სიმღერები. აი ნახეთ რა უბედურება დაგვატყდა თავს. მთის სიმღერები რატომღაც ჩათვალეს განუვითარებელ არასრულყოფილ ნიმუშებად და რაღაც ესე ტუჩი აუბზუეს არც მეტი და არც ნაკლები და მერე მის ნაცვლად დაიწყეს აი ესე ნიჭიერმა ადამიანებმა შექმნეს რაღაცა ჰანგები, რომელიც ცოტათი მიაგავდა ამ მთის სიმღერებს და დაარქვეს მთის ფოლკლორი. მერე როცა პროფესიული თვალით შეხედავ ამ სიმღერებს, აღმოაჩენ, რომ ამ სიმღერებს არაფერი საერთო არ აქვთ ნამდვილ მთის სიმღერებთან. ამიტომაც ძალიან მოვინდომეთ, სხვათა შორის ისიც უნდა გაგიმხილოთ, რომ ამ სიმღერების შესრულება არის ძალიან რთული. იმდენად რთული, რომ აი ყველა ვერ შეძლებს ამ სიმღერების შესრულებას. რატომ? იმიტომ რომ შესრულების განსაკუთრებული მანერა აქვთ მთის აღმოსავლეთ საქართველოს მთის ცხოვრებლებს. ძალიან საინტერესოა მათი ესთეტიკა, მუსიკალური ესთეტიკა, მათი დამოკიდებულება ბგერების მიმართ. ის რომ ჩვენ დღეს მიჩვეული ვართ დაახვეწილ მომრგვალებულ ბგერებს, სულაც არ ახასიათებს ეს ჩვენს ფოლკლორს. ზოგადად ჩვენი ფოლკლორისთვის ეს უწყოა. არა ბატონო, ჩვენ არა ვართ ცრემლის მდენები და არ მოუთქვამთ. ტირილის დროსაც კი ძალიან ვაჟკაცურები ვართ და თუ გავიხსენებთ როგორი ზარები შემოგვინახა დასავლეთ საქართველოს კუთხეებმა, გნებავთ გურული, გნებავთ იმერული, გნებავთ რაჭული და სვანური ზარები ხო არის საერთოდ გვირგვინი. ეს არის საოცრება, რომელიც იმდენად ღრმად ფსიქოლოგიური მოვლენაა, რომ ის ცალკე ფსიქოლოგიური კვლევის საგანი უნდა გახდეს. და აი ასეთივე არის ჩვენი სადიდებლები. ეხლა დღეს თქვენ აქ მოისმენთ გარდა სიმღერებისა კიდე ლოცვებს.
აი ამ ლოცვებს ჰქონდა ძალიან საინტერესო ინტონაცია. ინტონაცია მუსიკალური ტერმინია, რომელიც ფაქტიურად არის მელოდიის შემადგენელი. როგორ შეიქმნება მელოდია, ის პატარა-პატარა მარცვლებზეა დამოკიდებული. აი სწორედ აი ამ მეტყველებაში, რომელიც განსაზღვრავს მერე დიალექტის თავისებურებას და თუ სად დაჯდება მახვილი ამა თუ იმ დიალექტში მეტყველების დროს სწორედ მუსიკა საზღვრავს ამას. ეს არაჩვეულებრივი შერწყმა მუსიკისა და პოეზიისა. და კიდევ ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ამბის თხრობა ეს ძალიან კარგად იცის ბატონმა ღვთისმ, ასევე ლექსის თქმა, ასევე არაკის თქმა ხდებოდა მუსიკალურად. ანუ ეს ერთი მთლიანობა იყო სინკრეტულად აზროვნებდნენ მაშინდელი ადამიანები და სხვათა შორის ძალიან საინტერესოა რომ ეს სინკრეტული აზროვნება რომელიც გულისხმობს ერთ ადამიანში მომღერალს, მოცეკვავეს, მოლექსეს, იმპროვიზატორს, მსახიობს და ასე შემდეგ ერთ ადამიანში ეს ყველაფერი თავმოყრილი და მე ხდება დანაწევრება ცალ-ცალკე დარგებად და აი ეს ჩვენმა ფოლკლორმა შემოინახა განსაკუთრებით მთა. ამიტომაც ძალიან დასაფასებელია აი ეს ყველაფერი. მოკლედ, იცით რა, გზადაგზა მე თქვენ გიამბობთ, ბევრი საუბრით რომ არ შეგაწყინოთ თავი. და ეხლა პირველი სიმღერა ჩვენ გვაქვს? აი, ჭონა წეღან ვახსენეთ, ეს არის კალენდარული სიმღერა, ასე ქვია, მეცნიერები ასე ეძახიან, ანუ წელიწადის გარკვეულ დროს სრულდება ეს სიმღერები, გვაქვს რამოდენიმე სახის კალენდარული სიმღერა, ეს გახლავთ პირველ ყოვლისა საშობაო, რომელსაც ალილოს ვეძახით, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა და მეორე გახლავთ უზარმაზარი მოვლენა კაცობრიობისთვის აღდგომის წინა კვირას იწყება სწორედ ჭონაზე სიარული. საერთოდ საფიქრებელია, რომ მეჭონეები უნდა ყოფილიყვნენ ძველი მეტყავეები და იქიდან მომდინარეობს ეს ტერმინიო, მაგრამ ნახეთ საოცარი შერწყმა მოხდა. აი აქ მოხდა სიმბიოზი, ანუ სინთეზი ძველი და ახალი რელიგიებისა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ეს შესრულების წესი შეგვენარჩუნებინა და ეს არის დიდი სიხარულის დღესასწაული და სწორედ სიხარულით გვინდა დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი საღამო, რომელიც გამცნოთ ქვეყნიერებაზე უზარმაზარ მოვლენას ქრისტეს აღდგომას. აი სწორედ ამას ახლავს. აი ახლა ნახეთ კიდე ერთ დეტალს მინდა მიაქციოთ ყურადღება. ჩვენ გაგვაჩნია არაჩვეულებრივად მდიდარი საეკლესიო საგალობლები, რომლებიც ღვთისმსახურების აუცილებელი ნაწილია. სხვა არის, ეს არის პროფესიული ხელოვნება, მას ავტორები ყავდა და გარკვეულ დოგმატს ემორჩილებოდა საგალობელი, მაგრამ არსებობს კიდევ სახალხო საგალობლები, რომლის რამოდენიმე ნიმუშს ჩვენ დღეს გაჩვენებთ და რომელზედაც სამწუხაროდ არავის მიუქცევია ესეთი განსაკუთრებული ყურადღება, მას ჭონა ქართლშია ჩაწერილი. რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს ვარიანტი? იმიტომ რომ ეს ჩაწერილია მე-20 საუკუნის დასაწყისში. ძალიან ცნობილი და ძალიან საინტერესო ადამიანის ია კარგარეთელის მიერ ქართლში. და აბა მოვისმინოთ ახლა ქართლური ჭონა. და მეორე რა გვაქვს დამახსენეთ? კარგი ოჯახია ბიჭებო, კარგი ჭონა
ორი ახლა. აი ეს შესრულების ასეთი წესი, როგორც წესი ქართულ სცენაზე აკრძალული იყო საბჭოთა დროდან. ეს შეძახილები მიაჩნდათ, რომ ხელს უშლიდა ადამიანებს მოსმენაში. ოღონდ სინამდვილეში არ არის ეს ერთი მთლიანობაა. ერთად აღიქმება ყველა ის ბგერა, რომელიც აი აქ ისმოდა სიმღერასთან ერთად, ეს შეძახილები გახლავთ სწორედ აი მჭონისთვის, აი ამ დიდი ემოციის გამომხატველი და გარდა იმისა, რომ ეს იყო სიხარულის მაუწყებელი სიმღერა და მეჭონები დადიოდნენ კარდა ყველას ულოცავდნენ აი ამ დღის დადგომას. ეს იყო განსაოცარი ურთიერთობა აი ამ სტუმრებსა, მომღერალ მეჭონეებსა და მასპინძლებს შორის. ეს იყო რაღაც საოცარი და ვისაც ეს უნახავს და ჩვენ ბედნიერება გვაქვს ყოველ წელიწადს არ ჩაგვიგდია არც ერთი წელი გარდა კორონას წლისა და ყოველ წელიწადს დავდივართ სოფლებში და აუცილებლად ალილოს დღესასწაულსაც ვულოცავთ მოსახლეობას და ჭონისასაც. ეხლა შემდეგი, როცა შეაგროვებდნენ იმ სურსათ სანოვაგეს მეჭონეები, მერე ყველა ერთად დაჯდებოდა და ჩვენ გქონდა ესეთი საოცარი დაუვიწყარი საღამო სოფელ გალავანში. როცა მთელმა სოფელმა ერთად ერთი დიდი სუფრა გაშალა და ყველამ ერთად მოილხინა. ეს იყო ნამდვილი ლხინი. და ნატახტარში, ხო, გალავანში კი არა, ბოდიში, ნატახტარში სწორედ. ხო და ეს იყო მართლაც დავიწყარი და იყო ჭიაკოკონობა დღე 4 შაბათობით ჭიაკოკონობა, იყო ამ ჭიაკოკონაზე ბავშვების გადაფრენა, გადმოფრენა და ძალიან დიდი სიხარული. ხო და როცა მოილხენენ, მერე აუცილებლად იტყოდნენ ხოლმე ფერხულს დააბამდნენ. საბედნიერო ფერხულს. აი ამ ფერხულს ესეთი სემანტიკა გააჩნდა. ესეც ქართლური ვარიანტია, ეს დიმიტრი არაყიშვილის ჩანაწერია. უდიდესი პატივისცემის ღირსია ქართველებისაგან და სამწუხაროდ ისე არ ფასდება, როგორც ეს ადამიანი იმსახურებდა. დიმიტრი არაყიშვილი გახლდა ქართული მუსიკალური ფოლკლორის მეცნიერების მესაძირკვლე. მან შექმნა ფაქტიურად აი ეს მეცნიერება, რომელსაც ეთნომუსიკოლოგია ჰქვია. მოკლედ, ეხლა საალხინო სიმღერას მოვისმენთ და ეს სიმღერა განსაკუთრებული იმით გახლავთ, რომ აქ არის მამაკაცების ძალიან დიდი სიხარულის გამოხატულება ფერხულისა და სიმღერის საშუალებით. და უნიკალურია კიდევ იმით, რომ აი ეგ ნახეთ რა საოცარი საიდუმლო შემოგვინახა ქართულმა სიმღერა ცეკვებმა ერთად. აუცილებლად იგი სიმღერის რითმი, მეტრი უფრო სწორად, ტაქტის ძლიერი დრო და ცეკვის ძლიერი დრო, თუ ძველია ფერხული, ეს არის პირველი საზღვრელი. არ უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, აცილებული უნდა იყოს და აი ამ ფერხულში თქვენ ამას დაინახავთ.
ეხლა რა არის მითხარით ხოლმე მითხარით ეხლა ნაინა სად არის მიკროფონი აი შემიძლია ავიღო ხო ეს ამოიცა აქ შეგიძლიათ რომ წამდებოდეთ და თქვა არა უშავს არა მე მერჩენია აბა ნაკლობა ეხლა შემდეგი გადავინაცვლოთ მოდი დასავლეთ საქართველოში და განსაკუთრებით საინტერესო კუთხეს შევეხოთ ეს გახლავთ აჭარა აჭარაში იმდენი შრია ასევე აჭარულ მუსიკალურ დიალექტში რომ ეხლა რომ დავიწყოთ ჩამოცვლა ვერ დავასრულებ ხვალდილამდე ალბათ მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა არც მეტი და არც ნაკლები ყველას კარგად მოგვეხსენება ის ძალიან ახლო საზღვრები აღმოსავლურ სამყაროსთან და რელიგიასთან და ასევე აჭარლების ბედი დიდხანს ვიცოდით ეს როგორ და რანაირად ხდებოდა მაგრამ ნახეთ რა საოცრება ჩაიდინა ქართულმა სიმღერამ მრავალხმიანობამ გადაარჩინა აჭარული მუსიკალური დიალექტი ეს არ გახლავთ ხმამაღალი ნათქვამი ეს ნამდვილად დამტკიცებულია იმიტომ რომ მათმა მუსიკალურმა აზროვნებამ შეანარჩუნებინათ თავისი თავი და არ დაავიწყა მოკლედ ეხლა გვინდა გაჩვენოთ რადგან ესე სალხინო სიმღერებით წამოვედით და დავიწყეთ გვინდა საძეობო საფერხულო აჭარული მამაკაცების ფერხული გაგიჩვენოთ რომელიც სრულდებოდა როცა ბავშვი დაიბადებოდა ოჯახში მისი აკვანში ჩაწოლის დროს აბა ნახოთ Nai nai ni nai na no na ni na na ni nai na no nai nai ni nai na no nai na na nai na no nai ni nai na no esa kwani kharatuli nai nai ni nai na no esa kwani kharatuli nai ni nai na no shigawaji achafatuli nai nai ni nai na no Nai ni nai na no esa kwani bajolista Nai nai ni nai na no esa kwani bajolista Nai ni nai na no esa kwani ebanozis Nai nai ni nai na no esa kwani ebanozis Nai ni nai na no shigamzoli angelozi Nai nai ni nai na no shigamzoli angelozi Nai na no esa kwani finista Nai nai ni nai na no esa kwani finista Nai nai na no shigamazoli finista Nai nai ni nai na no shigamazoli finista Nai nai na no esa kwani Achka Nai nai ni nai na no finista Nai na no shigamazoli barolista Nai nai ni nai na no shigamazoli barolista Nai ni nai na no ni nai na no ni na no nai nai ni nai na no მითხარით შემდეგი რა არის ახლა რა არის ხო ეხლა მოდი დავჭეთ ცოტა ხანს ისე დასავლეთში და შევეხოთ ახლა ცოტათი სრულიად მივიწყებულ მუსიკალურ დიალექტს რომელსაც ქვია ლეჩხუმური დიდი ხანი ისტორიულად ვიცით რომ ხან სამეგრელოს მიეკუთვნებოდა ხან სვანეთს მიეკუთვნეს ხან რაჭას მიეკუთვნეს ამიტომ არსებობს აქ ბევრი მინარევი ოღონდ აქაც მრავალხმიანობამ შეინარჩუნა ლეჩხუმური სული და ნახეთ როგორ განსხვავდება ახლა ყველა სხვა დანარჩენი კუთხის სიმღერისაგან ლეჩხუმური სიმღერები თავისი განსაკუთრებული განსაკუთრებული პეწის მქონია ეს სიმღერები. ჩვენთვის დიდი აღმოჩენა იყო ეს სიმღერები, ჩემმა ერთმა მეგობარმა რუსულან ჩიტაურმა და კოლეგამ გამოსცა ლეჩხუმური სიმღერების კრებული. და გადავწყვიტეთ ჩვენ შეგვესწავლა ეს სიმღერები
და მართლა ეს რა სრულიად ახალი სამყარო გაიხსნა ჩვენთვის, იმიტომ რომ ეს არის სრულიად სხვა მუსიკალური სამყარო. ეხლა ჩვენ შევასრულებთ შრომის სიმღერას. მოგეხსენებათ, შრომა ძველად განსაკუთრებულად ორგანიზებული იყო სწორედ სიმღერის წყალობით და მეშვეობით. იმიტომ რომ ვიცით, რომ არსებობდა შრომის ჯგუფური ფორმები, რომელსაც ზოგან ნადი ერქვა, ზოგან მამითადი ერქვა, ზოგან მუშანი ერქვა. ერთმანეთს ეხმარებოდნენ სოფლელები მოსავლის თესვისასაც, მარგვლისასაც, თოხნისასაც და მოსავლის აღებისასაც. აი ეს სიმღერა არის სწორედ სიმინდის აღების დროს, სიმინდის ჭრის სიმღერა, არა ძნაზია, არა მარცვლეულზეა, ხო ბოდიში, პურზეა. ხო და ძალიან საინტერესო, აი ბატონოთვისო მაინტერესებს თქვენი აზრით. ეხლა მე ასე თუ ისე მომიწია ბერძნული სწავლამ და ოდია დაქვია სიმღერას და ოდოს არის ქუჩა და ადის ღმერთი, ღმერთო ჩემო, ეს ორი სიტყვის ნაზავია თუ რანაირად მოხდა აქ და როგორ და რა წყაროებით ეს საკვლევია და ძალიან საინტერესოა და თვითონ სიმღერა არის ძალიან საინტერესო. ეხლა ქართულ ფოლკლორში რომ მიცოდეთ, არსებობს ერთპირული შესრულება და ორპირული შესრულება. რას ვეძახით ორპირულ შესრულებას? როცა იწყებს ერთი გუნდი და მერე მეორე გუნდი ჩამოართმევს. და კიდევ რითია ეს სიმღერა განსაკუთრებულად საინტერესო. მე თავში რო გითხარით, ორხმიანია, მაგრამ ულამაზესი და უმშვენიერესი სიმღერაა. რომელსაც მე როგორც წესი მუშები როცა იმისთვის რომ გამხიარულებულიყვნენ, აუცილებლად აი შრომის სიმღერებს თან ახლდა ცეკვებით. და ერთ-ერთი ასეთი ცეკვა ასევე ორხმიანია და ქვია ჩაგუნა. მეგრული სახელი ასევე საცეკვაო სიმღერის, მაგრამ სრულიად განსხვავებული. აი ეს არის ნამდვილი ლეჩხუმური ჩაგუნა. ოდიადა ბიჭო გავალე სოთა ნამაგალე ოდიადა რა არის შემდეგი?
ეხლა რა შემდეგი ერთი თუ იქ და ხო ეხლა ძალიან ისე ლეჩხუმში ვრჩებით და ძალიან საინტერესო და ძალიან შესამჩნევია ერთი რამ ლეჩხუმური მუსიკალური დიალექტის გაცნობისას და რა არის ეს გასაოცარი იუმორი აქვთ და ეს იუმორი რა კარგად პოულობს გამოსახულებას ბავშვებო ხელს მიშლით რა კარგად პოულობს თავის გამოხატულებას მუსიკაში აი მელოდიაში და ნახეთ რა საოცრად ახერხებდა ხალხი აი ამ იუმორის გადმოცემას მელოდიის საშუალებით დაბრალეც გვეწე შუაში წაბა ეხლა არა უშავს ჯერ ხო ესე იგი ეს ლეჩხუმური სიმღერა აი ამით არის განსაკუთრებული ჩვეულებრივად იმღერება ოღონდ აი ნახეთ რა საოცარი მაკვარანცხული სიტუაციები ჩნდება მოსმენისას ეხლა გადავიდეთ სულ სამეგრელოში ხო არა უშო რაცა სამეგრელოში და აქაც სახუმარო ფოლკლორს შევეხებით იცით რა ეგ ძალიან საინტერესო მოვლენაა საერთოდ აი მუსიკალურ ქსოვილში როგორ შედის იუმორი და რა საოცარ განწყობას იწვევს მსმენელში. ეს ცალკე კვლევის თემაა ნამდვილად, იმიტომ რომ იცით რა სიტყვა გვესმის, სიტყვის მნიშვნელობა გასაგებია, მაგრამ მუსიკა ცოტა უცნაური რამ არის. მუსიკა ძირითადად ხო ემოციაზე მუშაობს, ემოციების ხელოვნებაა, მაგრამ აი ნახეთ რანაირად ახერხებდა ჩვენი წინაპარი, რომ მუსიკალურ აი ქსოვილში ჩაექსოვა იუმორიც ტრაგიზმიც და საერთოდ ყველაფერი, მთელი ცხოვრება, ყველაფერი. ეხლა ის ვარიანტი, რომელსაც ახლა მე ჩვენ გიჩვენებთ, ეს გახლავთ ძაბრალე. ეს არის ძველი ხალხური თამაშობა, რომელიც იუმორით არის გაჟღენთილი. როგორ ეშინიათ რაღაცა ერთი უბრალოდ მკვეხარა კაცს, როგორ აშინებს ერთი პატარა რაღაცა ცხოველი და რა დიდ ტრაგედიას წარმოაჩენს ამას. და აბა ნახოთ.
ახლა გამოვინაცვლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ახლა კახურ სიმღერას წარმოგიდგენთ. ეს სიმღერა ძალიან საინტერესო ისტორიას გვიამბობს უბრალოდ ამ სიმღერაზე ხალხში ძალიან საინტერესო ისტორიას ყვებიან. საერთოდ ძველად საქართველოში აი ესე ადამიანების ერთად თავშეკრა სუფრასთან და სიმღერა იყო ერთ-ერთი ძალიან სანუყვარი რამქმედება. ამიტომ ძალიან ხშირად ბევრ კუთხეში ხდებოდა ხოლმე შეჯიბრება, მომღერლებს შორის შეჯიბრება. ახლა ამ სიმღერას ქვია შაშვი კაკაბი. თურმე შაშვიანში ყოფილა ერთი ძალიან კარგი მომღერალი, რომელიც კაკაბელეთელებს მოუწევიათ თავისთან და კაკაბელი, ასე ვთქვათ, ფალავანი შეუჯიბრებიათ, ფალავანი სიმღერაში, რა თქმა უნდა, ახლა სიმღერას გულისხმობ. და დილამდე გასტანა ლხინმა. მაგრამ არ შედრკა არც ერთი მომღერალი და ბოლოს შაშვმა აჯობა კაკაბსა. და აი ეს დარჩა ესე სიმღერა და მოედო მთელ კახეთს და ყველგან მღერიან დღეს. ოღონდ მღეროდნენ უпростоრად. ამ ბოლო დროს ცოტათი დაივიწყეს ეს არაჩვეულებრივად საინტერესო სიმღერა. ეხლა ის სიმღერა, რომელსაც ის ვარიანტი, რომელსაც ჩვენ შეგისრულებთ, ჩაწერილი არის არაჩვეულებრივი ქართველი რაინდის არ შემეშინდება ამ სიტყვის თქმის ოთარ ჩიჯავაძის მიერ, რომელსაც ბავშვობაში შეჰყრია პოლიომიელიტი და დაუკარგავს ორივე ფეხი. ყავარჯნით დადიოდა ეს კაცი, ოღონდ მოვლილი აქვს მთელი საქართველო და ჩაწერილი აქვს უძვირფასესი მარგალიტები და აი ის სიმღერა, რომელსაც ახლა ჩვენ შეგისრულებთ, სწორედ ბატონი ოთარ ჩიჯავაძის ჩაწერილია. Oh
ეხლა ეს ასე ჩავთვალოთ, რომ ეს იყო პირველი განყოფილება. ეხლა მეორე განყოფილებას გთავაზობთ სრულიად განსხვავებულს. ეს გახლავთ, იცით რა, ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა აი ამ წელიწადს ჩვენს ცხოვრებაში, რომ სოფლიომ საქართველო აღიარა პურის ხორბლის სამშობლოდ. გარდა იმისა, რომ ღვინო და თაფლი და ასე შემდეგ, სელიც და მატერიაც, ასევე პური. აი ამ შემთხვევას ასე უბრალოდ ვერ დავტოვებდით, უყურადღებოთ და სხვათა შორის ძალიან ამაყი ვარ, იმიტომ რომ ჩემმა ბიჭებმა მხარი აგვიბეს და ჩვენ მცირეოდენი წვლილი შევიტანეს სწორედ აი იმ საქმეში, რომ დაერწმუნებინათ მსოფლიო სწორედ ქართული ხორბლის მარტო აქაურობაში კი არა და ქართულ წარმოშობაში, არამედ იმ რიტუალების უწყვეტობაში, რომელიც საუკუნეებით გრძელდებოდა და მოაღწია ჩვენამდე. და აი ჩვენ ძალიან, მე მაგალითად ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ გვაქვს ეს უძვირფასესი და აი მართლა თავანკარა მარგალიტები და შევეცადეთ, შეგვიკრიბა ყველაფერი ერთად და შეგვემქმნა, წარმოგვეჩინა ციკლი შრომის სიმღერებისა, რომელიც უშუალოდ ხორბლის თესვასთან, მოყვანასთან და მოსავლის აღებასთან არის დაკავშირებული. აი სწორედ წეღან ვახსენე, ეს იყო მამითადი ერთმანეთის დახმარება, მთელი სოფელი მაცნეს გაგზავნიდნენ სოფელში, რომ ხვალ აი ამას და ამას მამითადი აქვს და წამოდითო. და როგორ მიდიოდნენ მუშები სიმღერით მიდიოდნენ, რატომ? ამას თავისი სემანტიკა ჰქონდა, იმიტომ რომ სიმღერით მისული მუშა საბედნიეროდ და სასიხარულოდ იმუშავებდა და აი შედეგს, რომელსაც მოიმკიდა, სასიხარულოდ მოხმარდებოდა ოჯახს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე იქ ბევრია ცეკვაც, იქ არის არაჩვეულებრივად საინტერესო დალოცვა. მე წეღან შემთხვევით არა ვთქვი, რომ აი ლოცვის დროს საერო ლოცვის დროს, აი ხალხური ჩვეულებრივი ეკლესიის გარეთა რიტუალების დროს განსაკუთრებულად საინტერესო იყო ის ლოცვა, რომელსაც განსაკუთრებული ინტონაციით წარმოთქვამდნენ. და აი იმ ლოცვასაც წარმოგიდგენთ ახლა ჩვენ ხევის ბერს ვეძახით ჩვენს თენგოს, თენგო მჭედლიშვილი გახლავთ და ხევის ბერს ვეძახით, ისე კარგად გამოსდის აი სწორედ ის ლოცვა, რომელიც ადგილის დედას უნდა შეავედროს, რომელითაც ადგილის დედას უნდა შეავედროს მუშანი და აი ეს ადგილი, საიდანაც მოსავალი უნდა აიღონ. ეს ვრცელი, საკმაოდ ვრცელია, მაგრამ ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. აბა ვნახოთ. ბიჭო, მამალმა იქნულა, აპირებს გაცენებასა, პირველი ხნული გავავლო, ერიდეთ მოსვენებასა. ვერტო დაგლოცე, პირველი ხნული გავყავსო. ადგილზე და ხელი მოგვიმართე. გუთილზე და დაილოცე და დაგლოცე. ჩავით ხარები ბიჭებო, ჩავით. შენიჟილივე გუთანა Thank you.
მიიღო თავზეო ხარმას თქვენ პირმა ნათელმან მე გავწევ ადამიანის რჩენასო მოფრიდნენ ანგელოზები ჩამოქნეს სწორიდი სანათელი ალალამე დათეს ორთავრაკაზეო წადიხარო იმუშავე 6 დღე და ღამთა დაბარზეო მეშვიდე დღეს და დაწერქვა ხარზეო ალალამე ვინც კვირა უქმეს შეგაბასე ხელი შეახმეს გალავზეო ალალამე არი არარი არალი აი სამანდრო. შენამ ციდიდები, შენამ ციდიდები ესო ქრისტეო, ქრისტეს და მარიამო. შენამ ციდიდები ესო ქრისტეო. დამბადებელო.
Havelo malatobelo, mzeo da mtoreo, ადგილი ისდედაო. გევეტრებათ, გეხვეწებათ. ლოცველი ერთგულად ეცვლადა. კეთილი ცხალობა გადმოულოცეთ 4 საკუთხის ანგელოზებო. აღმოსავლეთისაო. დასავლეთისაო. სამხრეთისაო. ჩრდილოეთისაო. კაცა, კაცის ცოცხლე მოუმატე. ცხოვრება, ცხოვრებაზე მოუმატე. საქონელი, საქონელზე მოუმატე. რავასა, დღესა საუსა. ქრისტე შობასა, ქრისტე აღდგომასა, ქრისტე აღაღლებასა, კვირა პატიოსნობასა და სათავის სამსჯელობობითა თეთრი წვერით დააბერე. ხადასების წერ არ დაუკლაო, შენ წყალობას უნდა აყრებ და ლოცვი. ამინ. დაიწყო. Anasuna bagi bugi origala saliha.
რანიკა თუ ძგებს გულია არი ჰარარი ჰარარე მას მიზეს ვასი ამოვნოთ დაუდგათ ძნების მთანია არი ჰარარი ჰარარე ზუბრა გაშვილო ხიდი ხან არიგებ ჩარილებულიო გემრიელი, მამა პაპური, მოგესალმებით კავკასიური სახლის სახელით. ამით არა უშავს, არა უშავს. აქეთ მოგძამდით რა. სიტყვები ფიქრობ უკვე უძლურია. იმიტომ რომ აი ამ ფუფუნების, ამ სიმდიდრის შენახვა, მოპოვება და მისი შემდგომ გაფრთხილება, მე არ ვიცი, ეს ძალიან დიდი განძია, რასაც ეხლა პირადად მე შევესწარი, არ ველოდი, არ ვიცოდი, უბრალოდ უნდა გამოვწყდე და მე ვარ ბედნიერი. მართლა ფუფუნება, მეგობრებო, უღრმესი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ აი ესე წარმოაჩინეთ ეს ჩვენი ფოლკლორი, ჩვენი ხალხური სიბრძნე, ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიცია და მე ვფიქრობ, რომ ამას ყველაფერს გაგრძელებაც ექნება. რაღაც ესე უჩანს, აი ამ ყველაფერს ძიებას, კვლევას, ვინაიდან ძალიან დიდი რესურსია ჩამალული
ისე რომ ჩვენ არ ვიცით, მაგრამ აი თქვენი სახით ამას ყველაფერს აცოცხლებენ და უღრმესი მადლობა ქალბატონო თამარ, რომ ასეთი ძვირფასი სტუმრები დღეს ჩვენ კავკასიურ სახლში მოგვიყვანეთ. გითხარით ერთადერთი კაი სუტრა გვაქვს. ეს მეორე დროსია. მე პირობას ვიძლევი. შემოდგომით. აი ზუსტად აი ეს ყველაფერი სუფრასთან ერთად. აი მაშინა კეშკი და რაზათი. მე ვფიქრობ დამეთანხმებით. მეგობრებო, უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ჩვენ სტუმრებს და თქვენ ვინც აქ ბრძანდებით. დიდი მადლობა იმ დაფასებისთვის, ყურადღებისთვის, რაც ახლა ჩვენ ვიგრძენით და ვნახეთ თქვენი სახით. ასე რომ მეტი რა ვთქვა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. როგორც თავიდან თქვით, ყოველგვარ ბოლოდის გადააჭარბა ნამდვილად ყველანი ერთად ჩვენ გავხდით აი ამ ჯადოსნურის საღამოს მაყურებლები და დღეს ჩვენ გაცოცხლდა ჩვენს თვალწინ მართლაც ძველი საქართველო, როგორც ჩვენი ძველი ქართველები მღეროდნენ, მოვისმინეთ და ეს იყო საოცარი მართლაც ზღაპრული ხმები და მართლაც ეს ბედნიერებაა რომ ერთად ჩვენ და ბედნიერებაა რომ მოვესმინა ეს ყველაფერი ერთად თქვენი შესრულებით და ვიმოგზაურეთ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. ყველგან არა, მაგრამ გაჭარიდან ლეჩხუმი, სამეგრელო, კახეთი და ეს იყო არაჩვეულებრივი ნამდვილად გაცოცხლება იმ სახით, როგორც მღეროდნენ ნამდვილად ძველი ქართველები და არა როგორც ესტრადაზია მიღებული ნამდვილად. ეს იყო ნამდვილად აი ამ დიდი ეფექტის მქონე შესრულება. უღრმეს მადლობას და დიდი მადლობა გადაგიხადო დღევანდელი საღამოსთვის. თითოეულ შემსრულებელს, ქალბატონო ქეთევან, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო რა თქმა უნდა მასპინძლებს, კავკასიურ სახლს, ქალბატონ თამარ უჯუხს, ბატონ იკო ბეროშის, აი ამ შესანიშნავი საღამოს ორგანიზებისთვის. ძალიან ბევრი დიდებული საღამო გამართულა კავკასიურ სახლში და დღეს ისტორიული დღეა, როცა ჩვენი ახალგაზრდები კიდევ ერთხელ აიესწრებიან. ასეთ ფუფუნებას რა თქმა უნდა მოკლებულები არიან, ისინი ჩართული არიან სასწავლო პროცესში და ეს საღამო მართლაც აი ამ გამოცდების დაწყების ფონზე იქნება მათთვის დიდი სტიმულის მიღწევა. ხო, აი აქ განძზე იყო ლაპარაკი და ეხლა ბოლოსთვის შემოვინახე ეს განსაკუთრებული სიმღერა გაგვაჩნია ქართველებს ერთი, რომლის ფასი სამწუხაროდ არ ვიცით. და ეს უნიკალური და განსაკუთრებული გახლავთ მრავალჟამიერი. ძალიან ბევრ მეცნიერს ეს სჯერა, რომ ეს სიმღერა ქრისტიანობამ ეკლესიამ მოიტანა ერობაში. რაც ძალიან დიდი შეცდომაა და მრავალჟამიერს ძალიან ძველი ფესვები აქვს. ის უშუალოდ ღვინოსთან არის და სიცოცხლის გახანგრძლივების ჰიმნია, არც მეტი და არც ნაკლები. ძალიან ვრცელი და საინტერესო ისტორია აქვს ამ სიმღერას და ჩვენ ესეთი წესი გვაქვს აუცილებლად მრავალჟამიერით ვამთავრებთ ყოველთვის ყველა სიმღერას და ეს არის სიმღერა დაალოცვა ყველა იმ ადამიანისა, ვინც ამას ისმენს და დღეგრძელობის დიდი სურვილი. დიდი მადლობა ასეთი თბილი და ტკბილი მასპინძლობისთვის და ბიჭებო.
რა თქმა უნდა, დავით პირველ რიგში უღრმესი მადლობა გიხდა გადაგიხადოთ თქვენ თანამშრომლების სახელით. ჩვენი სახალხო უნივერსიტეტის სტუდენტების სახელით, რომლებიც სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა ნაკადის სტუდენტები შეიქმნენ აქ, მაგრამ ზოგიერთმა შეიძლება მეორეთაც მოუწ იმის ადრე ქონდათ თქვენ შეხვედრა. ეს არის ნამდვილად ახლა კიდევ გავიმეორებ არ იქნება ზედმეტი ეს არის ნამდვილი განძი და თქვენ განძის მცველები. მე გავიხსენებ ერთ იმას გამახსენდა დეტალი წაღარ ბიჭებს ქუჩაში ველაპარაკებოდი რომ 14 წლის ავიყავი როცა მამაჩემ თუშეთში წამიყვანა ისეთ ხასი ცხოვრობდა და დიკლოსო და შენაქოსგან თან დაკავშირებით ძალიან საზოგადო ხილი იყო გამართული და აქ რუსებს საიდან წევსი მოვიდა რომ მეატოვა სხვარი მეატოვა და ჩააბარა და ამ დროს ცეკოს ესო ძალიან ძიმე შექმები ძველი შექმები თუ გინახიათ არა ისეთი რა ქვია როგორ არის ძველი და სოფელში ვასუიათ ხოლმე ისეთ რაღაცებს აკეთებდა ამ ძიმე შექმები და ისეთ კონხტაცება აი ეს იყო ხასიათი მე მგონი ცეკვა რასაც გულისხმობს ეს იყო ცეკვა და ეს დაარჩენი აკრობატიკა და რაღაცა ცოტა სხვა რაღაცაა და აი ეს მე არ ვიცი არა ვარ მე მუსიკალური ისეთი ცოტა მაგრამ ამას დავახასიათებ მეტი ვილაპარაკო მე ვხვდები რა არის ეს რატო ეს ძალიან მნიშვნელოვანი რატო არის ეს მართლა საგანძური სხვადასხვა მაშინ იქაც იმ თუშეთში იყო ესეთი მოусმინე შევესწარი დალაობას საოცარი მაისის და ცხელზე ერთი ტექსტა მომდა და ეს იყო გაშლილი და ეს ზარი იყო საოცარი რაღაცა და ეხლა ესეთი რა ამას ვის შეინახავს ვის ამას გადაარჩენს ამ ჩვენ ეხლა აი ძალიან ვაკობით კონტაციაში იყო урბანულ დროს და კოლეგაზია გამოკიდებული გახდეს ლოჯისტიკის მენეჯერი აი ეს ბავშვები ჰუმანიტარები არიან სუპერ დღეს ის ჰუმანიტარულ სფეროს ემსახურება იქნება ხელოვანი ლიტერატორი მწერალი რაღაც ესეთი ძალიან დიდი ამბავი აი აბსოლუტურად ახალგაზრდები არიან დღეს არ მინდა არავის გამოცალკება ეს არის არაჩვეულებრივი დიდი მადლობა აი დიდი მადლობა ამ დიდი აშისათვის ტრადიცია ასეთი გულწრფელი და იმისათვის მე მინდა ყველას მადლობა გადავუხატო ამ დამსწრეს ვის დღეს ჩვენთან ერთად მოვიდა და ერთად ყოფნა კიდევ სხვა ამბავია ერთად ყოფნის სიხარული სხვა ამბავია და მაგრამ ერთი მე თავისუფლებას ვიცი რომ ერთი ადამიანი მაინც გავუყო დღევანდელ დღეს რომელიც დიდი ხნის მერე ისე მოვიდა დღეს ჩვენთან კონცერტ დაასწრებად ეს არის ჩვენი ძველი თაობის მსმენელი თამარ სიქტურაშვილი დიახ მახსოვს მე რომელიც წლების განმავლობაში აი ერთი შეხვედრით მის სუსტ მხრებზე მაგრამ სინამდვილეში ძალიან ძლიერ მხრებზე იდგა კავკასიონის სახალხო უნივერსიტეტი ის იყო ჩვენი ეს რა ვიცი და თამარმა გააკეთა საოცარი რაღაცა თითქმის უკაპიკოდ როგორც იტყვია 16-მდე ბიოგრაფიული ფილმი გააკეთა ჩვენს კორიფეებზე მეცნიერ გიორგი ჩიტაია მახსოვს ეს ხანახა გამოდევის ხოლმე და ამის სულგულები ამის ძალიან დიდი მადლობა შემოგარ დღეს რომ მოხვედით შენთან ერთად სტუდენტურ მოხვედით ლანანეტანი გავიხარდა და მადლობა ყველაფერზე ყველა თქვენგანს სამსაკი აღარ ვიცოდი და თაფლიკო ცალკე მეთქვა თქვენ დიდი უგრესი მადლობა და ვერთოს იქეთ მოხსენდა აი ამისათვის განჯისათვის შრომისათვის ვაწლისათვის რა ვიცი როგორ თქვა კიდე აღარ ვიცი დიდი მადლობა და შეგაწუხოთ მესმის რომ ეს დავაქცია უფრო დადებითი საოცარი ამაღლებული ემოციებისგან დაგვიყვართ დიდი ხანია ასეთი პოზიტიური და ასეთი ბედნიერი არ ყოფილა კავკასიურ სახლში არა ერთხელ ქალბატონმა ჩვენმა ქეთევან ბაიაშვილმა წაიკითხა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ლექციები ასეთივე ტაში, ასეთივე ინტერესით, უამრავი შეკითხვებით
მისი პასუხების მოსმენა შეეძლოს ჩვენ ახალგაზრდებს. მადლობა თქვენ ძვირფასო. მე ვფიქრობ, ბედნიერესი ადამიანები ძამდებით, რომ ასეთ საქმეს ემსახურებით, ამას ისეთი სიყვარულით, ისეთი ცოდნით, ისეთი მონდომებით აკეთებთ, რომ ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის. მადლობა თქვენ ყველას სახელით. ჩვენი სახლის დამაარსებელი მწერალ ნაირა გელაშვილის სახელით, რომელიც დღეს აქ არ არის, მაგრამ სულით და გულით ჩვენთან არის, ასე რომ და ყველა თანამშრომლებს აქ შეხედა ნანა, თვია, ნატო, გაბატონი ლელა, განსაკუთრებული მადლობა რა თქმა უნდა ბატონ ღვთისოს. აი გაჭიროებაში გაიგებ ვინ არის. ეს ადამიანი არასოდეს არ გტოვებს. მისი შესანიშნავი ლექციებით ბევრჯერ მოისმინეს ახალგაზრდა. მადლობა რა თქმა უნდა თქვენ მომღერლებო. რა ბედნიერები ხართ. მე ვიცი თქვენი ცოტა თქვენი შესახებ, თქვენი ისტორიები, როგორი არ არის მარტივი თქვენი ცხოვრება, როგორც ჩვენი ყველასი. ბევრის. მიუხედავად ამისა, ასეთი მონდომებით, ასეთი ენერგიით, ასეთი ძალით, ასეთი სიყვარულით, სიმღერა რა სიმღერა, იქთვის სიყვარული არის, სიყვარული ჩქეფავს, გადმოდის. როგორ შეიძლება და ის დაკარგულიყო, რაც დღეს მოვისმინეთ. მე არა ვარ სპეციალისტი, მაგრამ მე ისეთი ბედნიერი ვარ დღეს, რომ ჩემნაირი მე მგონი ყველა ბედნიერი. დიდი მადლობა თქვენ წარმატებები თქვენ დაიხშირად ჟღერდეს მრავალჟამიერ საქართველოში, ყველა მის კუთხეში, კავკასიურ სახლშიც და ყველგან. ეხლა ორი სიტყვით უნდა მიმართო ჩვენ ძვირფას სტუმრებს. Я обращаюсь к вам. Дорогие мои студенты Тбилисского государственного университета имени Ивана Джавахишвили, спасибо, что вы приехали к нам, спасибо, что вы учитесь в нашем университете, спасибо огромное за интерес к грузинской культуре, за изучение прекрасного грузинского языка. Спасибо вам за интерес к моему чеченскому языку тоже. Удачи вам во всем. Диди мадлоба.